ყველაზე დიდი დოპინგ სკანდალები UFC-ში. მე სოზა ვარ, კენას მებრძოლი და ახლა მინდა რომ გესაუბროთ უშუალოდ დოპინგ თემებზე. თუ რა დოპინგ სკანდალები ყოფილა UFC-ში, რომელიც ცნობილ მებრძოლებს გადახდენიათ რაღაც გავსი შემთხვევები. რატო იყენებენ ზოგადად დოპინგს, რატო არის დოპინგი აკრძალული UFC-ში და როგორ უნდა შევატყოთ მებრძოლს, რომ სხვა დოპინგ თანამატებს იღებს. სამ დავიწყებ ამაზე საუბარს, მინდა მე თვითონაც გითხრათ, რომ ამაზე რაც ძალიან გათვითცნობიერებული არა ვარ, შესაბამისად დიდი რისერჩი გავაკეთე, ასევე დარბაზებში ვიკითხე ბიჭებთან, ტრენერებთან, სხვა ინფორმაციები მოვაგროვე და მინდა რომ რაღაც ჩემი გამოცდილება და ცოდნა გაგიზიაროთ ამის შესახებ. ყველაზე დიდი დოპინგ სკანდალი, რაც UFC-ში მომხდარა, ეს უკავშირდება ყველა დროის საუკეთესო მებრძოლს, ძალიან ბევრი საზრით, ჯონ ჯონს. ჯონ ჯონსი არაერთხელ გაეხვა დოპინგ სკანდალებში და ეს ყველაფერი რეალურად იწყება 2016 წელს. 2016 წელი ეს არის დრო, როდესაც დანიელ კორმიესთან რემატჩი უნდა გამართოს ჯონ ჯონსმა და UFC 200-ზე უნდა იყოს თავარი ბრძოლა მას და კორმიეს შორის უკვე რევანში, მეორე დაპირისპირება. თუმცა რეალურად ეს ყველაფერი ჩაიშალა იმის გამო, რომ ჯონ ჯონს სიცხლში რამდენიმე აკრძალული ნივთიერება აღმოუჩნდა. ეს ნივთიერებები იყო კლომოფენი და ლეტროზოლი. ეს არის ნივთიერებები, რომელიც რეალურად სისხლის გაწვედისთვის გამოიყენება და კომისიამ უსადამ, სავარაუდოდ მაშინაც უსადა იყო USADA ალბათ. და გადაწყვიტა, რომ რახან ამ დანამატებს იყენებ, რომელიც სისხლის გაწვედისთვის გამოიყენებოდა, ჯონ ჯონსი გამოიყენებდა სხვა დანამატებსაც, რომლებიც დაეხმარებოდა მას მომზადებაში. შესაბამისად, ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს და ბრძოლიდან ამოვარდა ჯონ ჯონსი. ამაზე რეალურად დანიელ კორმიემ რამდენიმე დღით ადრე გაიგო, რაზეც ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოხატა. მეტიც დანავაიც უთხრა, რომ მაინც მიუცემ მას ბრძოლის საშუალებას და ოღონდ ეს ბრძოლა შედგესო, თუმცა რეალურად ეს ყველაფერი ვერ მოხერხდებოდა. ერთწლიანი დისკვალიფიკაცია აიკიდა ჯონსმა და ყველას ეგონა, რომ უკვე იმ რემატჩისთვის, რაც კორმიესთან და გამართულიყო, შკუას ისწავლიდა და უფრო კარგად მოემზადებოდა და ასე შემდეგ, თუმცა შედგა რემატჩი, ძალიან კარგად გამოიყურებოდა ჯონსი, დაანოკაუტა დენიელ კორმიე და ყველა ამბობდა, რომ აი ჯონ ჯონსმა დაამტკიცა, რომ რეალურად საუკეთესო არის, თუმცა რამდენიმე კვირაში ყველაფერი შეიცვალა, იმიტომ რომ სისხლში აღმოჩნდა სხვა მორიგი აკრძალული პრეპარატი, როგორიც არის ტურინაბოლი. ტურინაბოლი არის დანამატი, რომელიც ორგანიზმს ეხმარება კუნთის ზრდაში ძალას მატებს და გამძლეობასაც მატებს. ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად გამოყენებული დოპინგ დანამატი არის, რომელსაც მებრძოლები იყენებდნენ და ხო, რეალურად ეს გამოიყენა ჯონსმა, ამოუგდო კიდევაც სისხლში და შესაბამისად ამ ბრძოლის შედეგი no contest-ად გადაკეთდა. ამაზე მინდა ხაზი გავამახვილო, რატო? რეალურად ჯონსმა მოიგო ეს ბრძოლა, მაგრამ სისხლში აკრძალული პრეპარატი აღმოუჩინეს და ამ ბრძოლის შედეგიც გაუქმდა. ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ბრძოლაზეც ხშირად პარალელს სწავლებენ ხოლმე, რომ ჯასტინ გეიჯი დოპინგის ზემოქმედების ქვეშ იყო, ნეტა დოპინგის რაღაც მიიღო, ასე ვთქვათ. თუ სისხლში ამას აღმოუჩნდნენ, ეს მარცხი რა თქმა უნდა გაუქმდება და ის რაც ყველას ესე ძალიან უნდა რომ ილიას ეს დაუმარცხებელი რეკორდი შეუნარჩუნდეს, კვლავ აღუდგება, თუმცა ამაზე რეალურად არავინ არ ფიქრობს რა, აი სპორტის მხარეში ვინც ერკვევა მებრძოლებისთვის, იმიტომ რომ ეს ერთი მარცხი არაფერს არ სურს ილიას, მაგრამ ამაზე ძალიან შორს წავიყვანს ლაპარაკი. შესაბამისად, დოპინგზე გავაგრძელებ უკვე საუბარს. ჯონ ჯონსიც კი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მებრძოლი და ძალიან ბევრი საზრით ყველა დროის საუკეთესო მებრძოლიც იყენებდა სხვა აკრძალულ ნივთიერებებს, არაერთხელ გაფაქტულა ამ ყველაფერში ჯონსი და რეალურად ყველას გონია, რომ ამ პრეპარატების გამო ერთადერთი პრობლემა შეიქმნა MMA-ის community-ში და ეს პრობლემა არის, რომ გადაწყვიტონ არის თუ არა ჯონ ჯონსი ყველა დროის საუკეთესო, იმიტომ რომ რეალურად ამარცხებდა მებრძოლებს, მაგრამ მეორე მხრივ ის აკრძალულ ნივთიერებებს მოიხმარდა. მაგრამ ჩემი აზრით ამ ისტორიის უკან გაცილებით მეტი რაღაც დგას და ძალიან დიდი ზიანი მიყედა დენიელ კორმიეს. არავინ არ იცის რა მოხდებოდა, როდესაც დენიელ კორმიე ჯონ ჯონს ისეთ მდგომარეობაში ეჩხუბებოდა, სადაც ჯონსი ცარიელი იქნება, სუფთა იქნებოდა. შესაბამისად არის ხო რაღაც ერთი 10, 20 ან 30% შანსი იმისა, რომ დენიელ კორმიეს ჯონსი დაემარცხებინა და ისტორია საერთოდ გადაეწერა. ისევე როგორც მაგალითად ჯასტინ გეიჯიმ სადღაც გადაწერა ეს ისტორია, ხო? იმიტომ რომ
ალიას რო 18 ნოლი აიღო ამ ბრძოლაში, საერთოდ სხვანაირად წავიდა და UFC-ს ისტორია და საერთოდ სხვანაირად წავიდა ახლა. შესაბამისად, ჩემი აზრით, კორმი არის ყველაზე დიდი მსხვერპლი ამ ისტორიის, სადაც ჯონსი არ იყო სუფთა მებრძოლი და სადაც მაინც მებრძოლებს დაამახსოვრდათ ჰაილაითები თუ როგორ გათიშა კორმიე თუ სხვა მებრძოლები და ამის გამო ფანების თვალში ნომერ პირველი მებრძოლი ჯონ ჯონსი არის. არადა რეალურად ყველაფერი შეიძლებოდა სხვანაირად ყოფილიყო თუ ორივე მებრძოლი თანაბარ პირობებში მიიღებდა მონაწილეობას ამ ღონისძიებაში. თუმცა ჯონ ჯონსი არ არის ერთ-ერთი მებრძოლი, რომელიც გამოიყენებდა სხვა აგზავნილ ნივთიერებებს. TJ Dillashaw მახსენება მე პირადად ყველაზე ცნობილი მებრძოლი, რომელიც ასევე ჩავარდა აგზავნილ ნივთიერების გამოყენებისთვის. თუ სწორად მახსოვს, EPO ერქვა ამ ნივთიერებას. მოდი, ეხლა უნდა გავიხსენოთ, ვინ იყო TJ Dillashaw საერთოდ. არა დღევანდელი განმოსახედიდან TJ Dillashaw, არამედ მაშინდელი განმოსახედიდან. ეს იყო bantamweight-ის ჩემპიონი, რომელმაც Dominic Cruz-ი, Cody Garbrandt-ი დაამარცხა. მე პირადად UFC-ს ყურება დავიწყე მას მერე, რაც TJ Dillashaw-სა და Cody შორის ასეთი დიდი დაპირისპირება იყო. მოიაზრებოდა TJ Dillashaw მაგ დროისთვის უკვე როგორც bantamweight-ის GOAT-ი და რაღაც არნახული ქმედება უნდა გაეკეთებინა. TJ-ის ჩასულიყო უნდა 58 კილოგრამ წოით კატეგორიაში, flyweight-ში, სადაც ჩემპიონი იყო Henry Cejudo, რომელიც ასევე რაღაც triple seat და ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლად მოიხსენიება და Henry Cejudo უნდა დაემარცხებინა 2 წონითი კატეგორიის ჩემპიონი უნდა გამختارიყო, თავისი სტატუსი როგორც ერთ-ერთი ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი უნდა ჩაებეტონებინა, მაგრამ რა მოხდა? ძალიან დიდი წონისკლება მოუწია. ამ წონისკლებას დროს გაუსაძლისი რაღაცები გაიარა მან. თვითონ შემდგომ ინტერვიუშიც ახსენა, რომ თავის ორგანიზმს, რასაც ქვია, ტანჯავდა და რეალურად ამ მომზადების პერიოდში მან გამოიყენა ის აგზავნილი ნივთიერება, რომელიც მას კარდიოს უუმჯობესებდა, რომელიც მას გამძლეობას უმჯობესებდა და ეს ორი მიზეზის გამო გამოიყენა რეალურად. ერთი ის, რომ მისი წონისკლება უფრო გაემარტივებინა, რომ წონისკლების დროს, როდესაც მისი სხეული იყო დაჩანაკებული და კარდიოს გაკეთების შანსი საერთოდ აღარ ჰქონდა, უფრო გამძლე კუნთები ჰქონოდა და უფრო მეტად შეძლებოდა, რომ კარდიო, ასე ვთქვათ, მაინც გაეკეთებინა და წონა დაეფიქსირებინა საჩემპიონო წონა იმისთვის, რომ ქამარი, მეორე ქამარიც მოეგომას და მეორე მიზეზი ის იყო, რომ რა თქმა უნდა, უშუალოდ ბრძოლაში კარდიოს გადამტეხი ფაქტორი ექნებოდა მაშინ, როდესაც ამდენ წონას ციკლებ. რაც უფრო მეტ წონას ციკლებ, შენი გამძლეობა მით უფრო სუსტდება, თუმცა ამ დანამატით TJ Dillashaw-ს გამძლეობა არ შესუსტდებოდა და თუ საქმე მივიდოდა მესამე, მეოთხე განსაკუთრებით საჩემპიონო რაუნდებთან, TJ იქნებოდა რა, კარგად იგრძნობდა თავს, უფრო ხოძე იქნებოდა და შეიძლებოდა ეს გადამწყვეტიც აღმოჩენილიყო ამ ბრძოლაში, თუმცა ესე არ მოხდა. Henry Cejudo თუ სწორად მახსოვს 22 წამში დაანოკაუტა TJ Dillashaw. ამაზე მე ლაპარაკობდნენ, რომ ამდენი წონისკლებისგან საერთოდ ცარიელი იყო, არაფერი აღარ შეეძლო ისე, ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად ესეც ვერ იყო მიზეზი, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ დამარცხდა, მას სიცხში აღმოუჩინეს ეს აგზავნილი პრეპარატები, თვითონ აღიარა კიდევაც რეალურად, იმიტომ რომ გაუსაძლისი იყო ეს კემპიო, გაუსაძლისი იყო ეს წონისკლებაო. შიშიცოხერია სადღაც ამდენს ჩადიხარ და Henry Cejudo-ს ებრძოლები და იცი რომ წონისკლებამ შეიძლება შენს კარდიოზე იქონიოს გავლენა გინდა არ გინდა იყენებ, მაგრამ Henry Cejudo-მ ისე აჩვენა რომ თურმე მებრძოლის დამარცხება შესაძლებელი არის, რომელიც სტეროიდებს მოიხმარს რა. მაგრამ გააჩნია სტეროიდსაც რითი მოიხმარ იმისთვის რომ უკეთესი კარდიო ქონდეს, იმისთვის რომ უკეთესი აღდგენა ქონდეს, იმისთვის რომ უფრო ძლიერი იყო ფიზიკურად თუ რისთვის. ასევე ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკანდალი უკავშირდება Anderson Silva-ს. ჩემთვის მაგალითად Anderson Silva GOAT-ების top 3-ში მაინც შედის, იმიტომ რომ მე მებრძოლს ვაფასებ მისი პრაიმიდან გამომდინარე. და Anderson Silva-ც კი ისეთი დიდი მებრძოლის სახელიც კი, როგორიც რავი სპაიდერია, დოპინგ სკანდალში არის გახვეული. ვახსოვს, რომ მან კრის ვეიდმენთან დაკარგა ტიტული, რაც როცა დაანოკაუტეს, შემდგომ ცადა ტიტულის დაბრუნება, მაგრამ ძალიან დიდი ტრავმა მიიღო, სადაც ფეხი მოიტეხა. თუ სწორად მახსოვს, 39 წლის იყო მაშინ Silva, ყველა ამბობდა, რომ იგი ვეღარ დაბრუნდებოდა, იმიტომ რომ ამ ასაკში ასეთი მძიმე ტრავმის შემდგომ აღდგენა ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ დაბრუნდა Nick Diaz-თან, ჩაატარა სასწაული პერფორმანსი და თითქოს ყველა კითხვას პასუხი გასცა და რა ვიცი, ყველა გააჩუმა. მაგრამ ისევ რამდენიმე კვირაში ცნობილი გახდა, რომ Anderson Silva იყენებდა სხვადასხვა აგზავნილ ნივთიერებებს, რითიც მან აღდგენა დააჩქარა. თვითონ Silva ამბობს, რომ ის არ იცოდა მან თუ სხვადასხვა დანამატებს იყენებდა, უბრალოდ რაც მას თავისმა გუნდმა მისცა, ყველაფერს სვავდა იმისთვის,
რაც შეიძლება დაჩქარებულიყო აღდგენა და რეალურად არ ვიცით ეხა სილვა მიცოდა თუ არა, მაგრამ ფაქტი სახეზეა, რომ სიცხში აღმოჩნდა სხვადასხვა დანამატები. დროსტანოლონი და ანდროსტერონი, სავარაუდოდ ტესტოსტერონის რაღაც დამბუსტველი დოპინგური საშუალებები არის, ძალიან გლეხურად ვამბობ რა ეხლა ამ ყველაფერს, მაგრამ მინდა რომ მაქსიმალურად გასაგები იყოს ამ ვიდეოში, რომელიც რეალურად ზემოქმედებს კუნთის შენარჩუნებაზე, ძალისდაზე, აღდგენის გაუმჯობესებაზე და ყველაფერს გავსზე. ხო, მე არც მიგვირს რომ სილვამ მსგავსი რაღაცები გამოიყენა, იმიტომ რომ 39 წლის ასაკში მიიღო ფეხის ეგეთი მძიმე მოტეხილობა და აღიდგინო მის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელი არის და საერთოდ არ მიგვირს ეს ყველაფერი. მაგრამ რაც არის, ჩემთვის ანდერსონ სილვა მაინც ის პრაიმი არის, რაც ზუსტად მაგ წაგებამდე იყო და სილვას ყოველთვის მაგ წაგებამდე პერფორმანსები თვაფასებ, სადაც რეალურად სიცხში არც ერთხელ არ აღმოჩნდა რაიმე აკრძალული ნივთიერებები განსხვავებით ჯონ ჯონსის. გაგიკვირდებათ და ასევე დოპინგ სკანდალის მსხვერპლი იყო ისეთი ცნობილი მებრძოლი როგორც არის ბროკ ლესნარი. UFC 200 რაღაც ხრივ დაწყებული აღმოჩნდა, იმიტომ რომ თავიდან კორმიესა და ჯონ ჯონს შორის უნდა ყოფილიყო გრანდიოზული რემატჩი, სადაც ჯონ ჯონს დაუდგინდა აკრძალული ნივთიერებები. მერე მთავარი ივენთი არა, მაგრამ კომეინ ივენთი უნდა ყოფილიყო დიდი ბიჭების ბრძოლა ჰანტსა და ბროკ ლესნარს შორის, sadაც ლესნარმა გაიმარჯვა თავიდან, თუმცა შემდგომ ისევ რამდენიმე კვირაში აღმოჩნდა, რომ ლესნარი რაღაც აკრძალულ ნივთიერებებს იღებდა, რაც საერთოდ, ვინმეს როგორ გაუკვირდა, რატო შეამოწმეს საერთოდ ეგეც არ მესმის, ანზე რეცეპტები ეწერა ლესნარს, რასაც იღებდა რა, ჩემი აზრით ისეთი ფიზიკა და ისეთი აღნაგობა ჰქონდა, მაგრამ მაინც რა ვიცი, გაუკვირდა ზოგს, რომ თურმე ბროკი რაღაც სხვა აკრძალულ ნივთიერებებს იღებდა. მაგრამ მე რა გამიკვირდათ, იცი? ის 2018 წელს შონომალისაც კი ამოუგდეს განსხვავებული აკრძალული ნივთიერებები, 6 თვით დასაჯეს, 6 თვე ბრძოლას ვერ ჩაატარებდა შონომალი. რეალურად ამით იმის თქვა მინდა, რომ ის არგუმენტი, რომ სადღაც რომ ამბობენ, რომ ჯასტინ გეიჯი არ იკადრებდა დოპინგის მიღებასო, მე მაგ არგუმენტსაც არ ვეხრობ, იმიტომ რომ ჯონ ჯონსი, ბროკი, შონომალი, ანდერსონ სილვა, ძალიან ბევრი ცნობილი და დიდი მებრძოლის გარშემო ვიხილეთ ეგეთი სკანდალი და რაღაც პერიოდი რომ გავიდეს და რომ გავიგოთ, რომ ჯასტინ გეიჯის თურმე მოიხმარდა რაღაცას, ეგ საერთოდ არ გამიკვირდება მე. მაინც არ მგონია, რომ ჯასტინ გეიჯის რაიმე აკრძალული ნივთიერება ჰქონდა ამ ბრძოლაში მიღებული, მიუხედავად ყველაფრისა, იმიტომ რომ აი ეხლა ნახავთ ჯონ ჯონსის სურათს, სტეროიდებამდე და სტეროიდების მერე როგორ იყო. ეს თვითონ ჯონ ჯონსმა დაპოსტა რეალურად, აქ არ ამბობს, რომ სტეროიდებს მოიხმარდა, მაგრამ აქ ამბობს, რომ აი სანამ powerlifting-ს დავიწყებდი და powerlifting-ის მერე 7 თვეში როგორი დიდი შედეგი დავდეო. ჩემი აზრით ჯონ ჯონსმა ვითომ ჭკუა იხმარა და ეს სურათი დაპოსტა იმისთვის, რომ მერე გაეპრავებინა ეგ ყველაფერი იმით, რომ აი ფიზიკურად მაგრა ვარჯიშობდა, ფიზიკით დავდე ეს შედეგი და სანამ მე კითხვას დასვამდა, მანამდე გასცა პასუხი, მაგრამ რეალურად ძალიან ახლოს ამ სურათებთან, ხო? მას დაუდასტურეს სხვადასხვა აკრძალული ნივთიერებები და აი ესეთი ვიზუალურად შესამჩნევი შედეგი არის სტეროიდების რაღაც გამოყვანილი მკერდი, პრესი, დელტები და ყველაფერი, ფიზიკურად, ხო? როდესაც მსგავს დანამატებს იღებ, რომელიც შენს ფიზიკურ კონდიციებს აძლიერებს, ვიზუალურად რო არ შეგეტყოს შეუძლებელი არის და როდესაც გამოვიდა ჯასტინ გეიჯი საბრძოლველად, ხო? საერთოდ face of the hip ჰქონდა რა, ეგ ყველას გაგვიკვირდა. და კი, ჰქონდა ყვითელი ტერფები, კი, საერთოდ არ გამიკვირდება, რომ რაღაცა ისეთი დანამატი რომ მიეცა ვინმეს, რომელსაც ამერიკელ ჯარისკაცებს აძლევენ, მაგრამ მე ნაკლებად მგონია და ძალიან გამიხარდება თუ რაღაც პერიოდი გავა და ამ ყველაფერს აღმოუჩენენ რა. მაგრამ საერთოდ აღარ მინდა ამ ბრძოლაზე ლაპარაკი, მეტად არ შევეხები ამ ბრძოლას. უბრალოდ მინდოდა ხაზი გამისვა იმაზე, თუ როგორი გავლენა შეიძლება ქონდეს დოპინგს მებრძოლებზე და ზოგადად რომ დოპინგი რეალურად UFC-სთვის უცხო არ არის და ძალიან ცნობილი მებრძოლებისთვისაც არ არის ყველაფერი უცხო. ასევე მინდა ხაზი გავამახვილო იმაზე, თუ რა სახის side effect-ები აქვს ზოგადად სხვადასხვა სტეროიდულ დანამატებს მებრძოლებზე. ერთ-ერთი არის თმისცვენა, სხვათა შორის და ისე ჯასტინ გეიჯის გონით ვაკიციოდა ბოლოში. ასევე არის გამონაყარი აკნეს სახით და ეს გამონაყარი არის მთელ სხეულზე, სახეზე, რაღაც ძალიან გამაღიზიანებელი გამონაყარი არის. და სხვათა შორის ყველაზე დიდი იმით არის სახეზე და
მთელი ტანის გარშემო თუ დააკვირდებით მებრძოლებს. ფსიქოლოგიურად, მენტალურად თუ შეხედავთ და ძალიან გაღიზიანებული თუ არის ადამიანი, მის ფსიქიკაზე იქონიებს ძალიან დიდ გავლენას. თუ გამოდებით გაღიზიანებული არის, თვალების გუგები გაფართოებული აქვს და ზედმეტად მრისხანე არის და სიმშვიდეს საერთოდ ნიშანწყალი არა აქვს მებრძოლს და აი რობი ლოუერი რორი მაკდონალდსი არის ყოველ წამს, მაშინ აუცილებლად სტეროიდებზე არის, როგორც ამბობენ ხოლმე და ხო, აღიზიანებს ღვიძლს. ღვიძლისთვის ძალიან ცუდი არის ეგ ყველაფერი და თურმე ღვიძლის რაღაც გაცხიმონება და გაღიზიანება ტერფების გაკვეთილებას იწვევს, მაგრამ რეალურად ღვიძლის გაღიზიანება ძალიან ბევრმა რაღაცამ შეიძლება გამოიწვიოს ისევ და ისევ. მაგით არ მინდა რომ გავაправო რომ არაფრით არ არის თქო, არაფერი არ გამიკვირდება მე UFC-ში, მაგრამ ისევ და ისევ ხალხს ვუსვრო რომ ჩემი აზრი არის ეგ. ახლა კი მინდა ვისაუბრო იმაზე, თუ საერთოდ რატო არის UFC-ში დოპინგი აკრძალული და სხვა სახის სტეროიდები და ასევე როგორ ამოწმებენ UFC-ში ამ ყველაფერს. რეალურად თავდაპირველად საერთოდ არ იყო ეს დანამატები აკრძალული და ბევრს გონია რომ დოპინგი იმისთვის აკრძალეს რომ რაც fair game ყოფილიყო და მებრძოლებს თანაბარ პირობებში ებრძოლათ, თუმცა რეალურად ნებისმიერი სანქცია რაც UFC-ში შემოდის და MMA-ში შემოდის აქვს იმ ხასიათის მატარებელი არის, რომ მებრძოლის ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ. რეალურად, როდესაც შენ იღებ სხვა აკრძალულ ნივთიერებებს, რაც დღეს არის აკრძალული, შეგიძლია გაცილებით მეტი ზიანი სატანო. თავის არეალში განსაკუთრებით, რაც იმას გულისხმობს, რომ თუ მეტ დარტყმას იღებ, მეტი brain damage, ანუ მეტი ტვინის დაზიანება შეიძლება მიიღო და გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ყველაფერი მებრძოლის ჯანმრთელობას ძალიან ვნებს. იმიტომ რომ თუ ერთი დარტყმა გთიშავს, დოპინგი როდესაც გაქვს, გჭირდება 10 დარტყმა რომ გაითიშო და თუ გათიშავამდე 10 დარტყმა მოხდა, რეალურად შენი ტვინის გაცილებით მეტ ზიანს იღებს. და როდესაც დაამთავრებ კარიერას და გახდები 40-50 წლის, მერე შეიძლება უბრალოდ სასმელი დალიო, გახვიდე ქუჩაში, იჩხუბო, ან რა ვიცი, საერთოდ შენი თავი ვერ იცნო. რაც ძალიან ბევრჯერ ყოფილა. აი BJ Penn-ს ჰქონდა საერთოდ ის, რომ გონია, რომ მისი ოჯახი მოსყიდული არის მთავრობის მიერ და უსმენენ ყოველდღიურად. ან მსგავსი რაღაცები ხშირი არის ძველითაობის MMA-ის მებრძოლებში. შესაბამისად, აუცილებელი იყო მსგავსი აკრძალების შემოტანა, რომ მებრძოლის ჯანმრთელობას გაფრთხილებოდნენ და ნაკლები brain damage მიიღოთ მათ. ასევე ზოგადად brain damage-საც რო თავი დავანებოთ, ჯანმრთელობისთვის ძალიან ცუდი არის ეს ყველაფერი, იწვევს ღვიძლის დაშლას, იწვევს ზრდის ინსულინის თუ იმპაქტების რისკს. და ასევე რა თქმა უნდა ყველაზე დიდი ზიანი რაც სადგება ეს არის ჰორმონალური ბალანს შეიძლება იყოს რისკი საერთოდ იმის რომ შვილი არ გეყოლოს იმიტომ რომ ნებისმიერ როდესაც რაღაცას აწვდი ორგანიზმს აი ელემენტარული ავიღოთ ხო ძალიან მარტივად როდესაც სიგარეტის მოწევით ადამიანი ნიკოტინს აწვდის ორგანიზმი ნიკოტინის გამომუშავებას წყვეტს და შემდგომ ნიკოტინის მოთხოვნილება აქვს ამ ორგანიზმს როდესაც ანალოგიურად მუშაობს ტესტესტერონის შემთხვევაშიც როდესაც სინთეტიკურად აძლევს ნებისმიერი მებრძოლი ან სპორტსმენი ტესტესტერონს თავის ორგანიზმს შემდგომ ორგანიზმი ტესტესტერონის გამომუშავებას წყვეტს რაც არის კაცის ჰორმონი ასე ვთქვათ ჰორმონალური დისბალანსი არის ორგანიზმში რაც ძალიან ბევრ პრობლემას ქმნის ადამიანის ცხოვრებაში შესაბამისად UFC-მ ეს ყველაფერი მხოლოდ იმისთვის არ აკრძალა რომ fair game ყოფილიყო, არამედ რეალურად აქ ზრუნავენ მებრძოლების ჯანმრთელობაზე, თუმცა ზოგიერთი მებრძოლი საკუთარ ჯანმრთელობაზე საერთოდ არ ფიქრობს და მაინც იყენებს სხვა აკრძალულ პრეპარატებს. ახლა კი გადავიდეთ იმაზე, თუ როგორ ამოწმებდა UFC საერთოდ მებრძოლებს და დღეს რა ხდება. ყველაზე ცნობილი იყო USADA, USADA, ალბათ ესე იშიფრება, რომელიც არა მარტო UFC-ს, არამედ რავი, მოჭიდავებსაც და ძალიან ბევრ ასოთებსაც ამერიკის მასშტაბით ამოწმებდა მებრძოლებს და როგორ მუშაობდა ეს სისტემა. ირიცხებოდი შენ ამ რაღაც სიაში და ნებისმიერ დროს შეიძლებოდა რომ მათ დაერეკათ, ეპოვეთ და საერთოდ დარბაზში, სახლში, ინტერვიუზე ან ნებისმიერ ადგილას უბრალოდ დაგადგნენ და სისხლის ან შარდის ანალიზის მეშვეობით ამოწმებდნენ შენს ორგანიზმში იყო თუ არა სხვა პრეპარატი. სულ ჯამში გქონდა 3 გაცდენის უფლება, ანუ თუ 3ჯერ ტელეფონს არ უპასუხებდიან, რაიმე სახით თავს აარიდებდნენ მათ და ვერ გიპოვიდნენ, 3 ჩავარდნა უკვე ავტომატურად ნიშნავდა იმას, რომ
შენ არ გამოცხადდე და იყო ეს ჩაგდება და შესაბამისი სანქციები იმოქმედებდა შენს. ზუსტად მაგიტო იყო, რომ მაგალითად დაღესტნების წინააღმდეგ იყენებენ მაგ არგუმენტს, რომ მიდიოდნენ თაში, სადაც ინტერნეტი საერთოდ არ იჭერდა და მიდიავა და იპოვე ახლა ხაბები თუ უმარი თუ უსმანი თუ ნებისმიერი მაგომედოვი სად იყო მთაში, რას იკეთებდა, შემდგომ რითი გამოყავდა მას ასე ვთქვათ სისხლის დანამატი და ზუსტად მაგის გამო იყო ეს ჭორები აგორებული. თუმცა რამდენიმე წლის წინ უსადასთან კონტრაქტი შეწყვეტა UFC-მ და ახალი დამოუკიდებელი სააგენტო გაფორმდა, რომელსაც ჰქვია Drug Free Sport International. ესეც არის უსადასტნაირი დამოუკიდებელი სააგენტო, რომელიც ანალოგიურად მოქმედებს, ანუ რაღაც სია აქვს, რაღაც რიცხები, ნებისმიერ დროს შეიძლება რომ თავზე დაგაძნენ და შეგამოწმენ. ანუ მეტიც ისეთი შემთხვევაც ყოფილა, რომ Nate Diaz თუ სწორად მახსოვს, დილის 6 საათზე დაადგნენ, ანუ გააღვიძეს დილის 6 საათზე შუა კემპში, იმისთვის რომ შეემოწმებინათ ის. შესაბამისად, მსგავსი დამოუკიდებელი სააგენტოსგან დაცული არავინ არ არის და მაქსიმალურად ხდება პრევენცია იმისა, რომ ნებისმიერ მებრძოლმა სხვადასხვა აკრძალული ნივთიერება მიიღოს. შესაბამისად, დოპინგი და MMA ერთმანეთისგან განუყოფელი ნაწილები იქნებიან. განსაკუთრებით მას შორისაც MMA-ის მებრძოლისთვის იძლევა ზეწოლა, მაგალითად როგორც იყო TJ Dillashaw-ს დროს, როდესაც TJ ყველაფერს ასწორზედებდა და ქვედაწონაში ჩადიოდა, რომ ყველა დროის საუკეთესო მებრძოლის სტატუსი მოეპოვებინა. როდესაც შენზე იზრდება წნეხი, როდესაც უფრო მეტად წურავ შენს ორგანიზმს, ტკივილი იზრდება და შენი შესაძლებლობის მაქსიმუმი გჭირდება, მაშინ მებრძოლები სადღაც ყოველთვის გამოიყენებენ და მოძებნიან მარტივ გზას. და ეს ყველაფერი ლოგიკური არის, მაგრამ კითხვა შემდეგში არის. უნდა იყენებდნენ თუ არა მებრძოლები, უნდა იყოს თუ არა აკრძალული ეს ყველაფერი, ხო არ ჯობია რომ ისე ექიმების დაქვემდებარების ქვეშ გააკეთონ ყველაფერი და არა ჩუმჩუმა და აკრძალულად ისე რომ არავინ იცოდეს ამის შესახებ. ფაქტი ერთი არის, რომ მას მოდი ისევ ჯასტინის და ილიას თემას დავუბრუნდეთ. ვიღაცები რომ ამბობენ რომ ჯასტინი ამას არ იკადრებდა, ექსესუალი არის, იქიდან გამომდინარე რომ ჯონ ჯონსი, ანდერსონ სილვა, შონ ომალი, ბროკ ლესნარი რამდენი დიდი მებრძოლის გარშემო ტრიალებს დოპინგ სკანდალი ეგ ერთი. და მეორე ფაქტორი ის არის რომ თუ რამე მოხდა მაგ ბრძოლაში ჩვენ ძალიან მერე გავიგებთ, როგორც ეს ყველაფერი გავიგეთ ჯონ ჯონსის და სხვა მებრძოლების შემთხვევაში. თქვენი აზრი მაინტერესებს, რას ფიქრობთ? უნდა იყოს თუ არა დაშვებული UFC-ში სხვა დანამატები, თუნდაც როგორიც არის აღმდგენიან ძალის გამაძლიერებელი, თუნდაც ესეთი დანამატები, რომლებიც მებრძოლებს ეხმარება ჭრილობების და იარების, ტრამვების მოშუშებაში და რატო? გამოიწერეთ სოზას არხი, არ დაგავიწყოთ რომ დაავალოთ ეს ვიდეო და საბადროებით.